დერცელი მაღალმთიანი სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1580 მეტრზე განლაგებულ დასახლებაში საქსტატის 2014 წლის მონაცემებით 255 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი მიგრაციას განიცდის და როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ამის ერთ-ერთი მიზეზი დაზიანებული და მოუწესრიგებელი გზაა. რადგან აქ მოსვლა განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში და ზამთრის დროს მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით არის შესაძლებელი. დერცელი ადიგენის ცენტრისგან 17 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა გზის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. დაახლოებით 8 კილომეტრის გასავლელად 2 საათამდე დროა საჭირო. როგორც აქ გვეუბნებიან, სოფელში მისასვლელ გზაზე არასდროს ყოფილა არც ასფალტი და არც ბეტონი დაგებული. აღნიშნულს გვიდასტურებს მერი გოჩა ქიმაძეც. ძალიან გვაწუხებს, რა თქმა უნდა და უგზობა ყველაფრის პრობლემას ქმნის. ეს დაგვრჩავ მარტო, ხელისუფლება ამბობს, ჩვენ რაიონში თითქმის და გაზაფხულიდან იქ ექნებათ გზა. და როგორც ხედავთ, მეორე ხარისხოვანი რთული გადაადგილება არის, მაგრამ ზამთარში ზაფხულში გზის თან შედარებით არ გვიწვის გადაადგილება, ზამთარში იწმინდება გზა. ზამთარი გზა ჯობია ზაფხულისას. ზოთოლი იყინება და მიდიოს, მაგრამ ეხლა რამდენადაც ცნობილია ჩვენთვის უკვე პროექტი შეძენილია გზის და გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს გზის მშენებლობა. არასოდეს არ ყოფილა ასფალტირებული ან ბეტონის გზა. დაზიანებული გზების შესახებ ინფორმაცია აქვთ ადიგენის მერიაში. როგორც მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, საავტომობილო გზის სრულად დაგებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. მისივე თქმით, გეგმავენ 2025 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გამოყოფას, რომლითაც 2,5 კილომეტრის დაგებას აპირებენ. მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ 1 მილიონი ლარი და ამ 1 მილიონი ლარი ჩვენ ვფიქრობთ სადღაც 2 კილომეტრი, 2 კილომეტრი ნახევრის ნახოთ რა ხარც არის როგორ გაკეთდება, რომ გავაკეთოთ. ბუნებრივი არის ეს მთლიანად ვერ გაკეთდება ერთ წელიწადში. მე ვფიქრობ, რომ მას ალბათ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე დაჭირდება 3 წელი მთლიანად, რომ გზა რეაბილიტირდეს. ფაქტურად იქ არასდროს არ ყოფილა არც ასფალტი, არც ბეტონის გზა და ეს დრო დაჭირდება. დერცელი სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში გზის და ბუნებრივი აირის გარეშე. აქ მისასვლელად ტყეში გაყვანილი გზა უნდა გაიაროთ და დაახლოებით 8 კილომეტრის გასავლელად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.